ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში მუშაობას წყვეტს. გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით აპრილამდე დამტკიცდა. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს დათქმები უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს და შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ამორჩეველს. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით საქართველო როგორც სახელმწიფო დარჩება ევროპის საბჭოს წევრად, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ქართული დელეგაცია მას შემდეგ განაახლებს, როცა საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი დასრულდება. Every ადამიანი თქვენი თვალითაც ნახეთ, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.